ჩვენი ორგანიზაცია მიუხედავად იმისა, რომ 16 წელია უკვე მუშაობს მოხალისეობის მიმართულებით, უშუალოდ ეროვნული ჯილდოს სახე და მოხალისეობის დაჯილდოების ღონისძიების ფორმა ამ ყველაფერმა მიიღო 2020 წელს, ჯერ კიდევ კოვიდის დროს. პირველი ჩვენი ღონისძიება ძალიან მცირე მასშტაბებში გაიმართა, მაშინ ონლაინ სივრცეში, ონლაინ დავაჯილდოვეთ საქართველოს მასშტაბის სხვადასხვა მოხალისეები. დაინტერესებაც უფრო მცირე იყო და რაღაც კანდიდატებიც და ნომინანტებიც უფრო მცირენი გვყავდნენ, მაგრამ ყოველწლიურად ჩვენი ორგანიზაციის აქტიური მუშაობით, ჩვენი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, რა თქმა უნდა, საქართველოს მასშტაბით ვცდილობდით მაქსიმალურად ის პლატფორმა, რომელიც უშუალოდ მოხალისეებისთვის შეიქმნა გაეროს ბავშვთა ფონდისა და ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით Youth Volunteering G ესეთი პლატფორმა გვაქვს, სადაც 6000-ზე მეტი მოხალისე არის უკვე დარეგისტრირებული, პოპულარული გამხდარ იყო მაქსიმალურად ვცდილობდით და ვცდილობდით, რომ ყოველწლიურად ის შრომა, რასაც მოხალისეები თავიანთ ძვირფას დროს უთმობენ უანგაროდ დანარჩენ საზოგადოებას და ასე რა თქმა უნდა კეთილსაქმეს აკეთებენ, რაღაცნაირად დაფასებულიყო და აღიარებულიყო და აი ამ 5 წლის განმავლობაში უფრო მასშტაბური გახდა ეს ღონისძიებაც, ნომინანტების რაოდენობაც თითქმის გაორმაგდა წელს და უფრო მეტი კანდიდატი გვყავდა, ერთ-ერთი გამარჯვებულიც მიმშვენებს გვერდს და მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა ნომინანტების რაოდენობიდან გამომდინარე, მხოლოდ 14 დავაჯილდოვეთ 2 ასაკობრივ კატეგორიაში, მაინც 24 იყო ჩემი აზრით ზეიმი, სადაც ყველას უხაროდა და სადაც ყველას მიმართ ჩვენ და ახალგაზრდობის სააგენტო ერთად გამოვხატავდით მადლიერებას, რა თქმა უნდა შესაბამისი სიგელები მათაც გადავეცით, ვინც თქვათ ეს ჯილდო ვერ მოიპოვა და მივეცით და აქვთ იმის შესაძლებლობა მათაც და იმ დანარჩენ მოხალისეებსაც, რომლებიც მოხალისეობენ და ჯერ კიდევ არ იციან ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, აქვთ კიდევ შესაძლებლობა, რომ 2025 წელს ისევ რაღაცნაირად მოვახდინოთ მათი აღიარება და ის მოხალისეობრივი პროექტები, ის მოხალისეობრივი გეგმები, რაც აქვთ, ჩვენი მხარდაჭერით, ჩვენ გვყავს მოხალისეთა კოორდინატორები, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები, ჩვენი მხარდაჭერით განახორციელონ თავიანთ თემში თუ თავიანთ მუნიციპალიტეტებში და ესე რაღაცნაირად გავაძლიეროთ ერთმანეთი და რა თქმა უნდა საზოგადოება. ნინო, რა კატეგორიებში გაიმარჯვეს მოხალისეებმა და ვინ გამოავლინა ისინი? როგორ ხდება მათი გამოვლენა ზოგადად? ასე იგი, 2 ასაკობრივ კატეგორიაში გვყავდნენ გამარჯვებული 13-დან 18 წლამდე და 18-დან 29 წლამდე. შესაბამისად, ჩვენ გვყავდა 6 ადამიანისგან შემდგარი ჟიურის წევრი, რომელიც დაკომპლექტებული იყო სხვადასხვა პროფესიით, იყვნენ ფსიქოლოგები, მოხალისეობის ექსპერტები, სოციალური მუშაკები და ასე შემდეგ. და მათ მიერ მოხდა ამის ნომინირებული კანდიდატების გადარჩევა. ჩვენ მათ ჰქონდათ თავიანთი კრიტერიუმები და იმის მიხედვით მოკეთ შეფასდა. ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმი იყო ის, რომ მინიმუმ 100 საათიანი მოხალისეობრივი საქმიანობა უნდა ქონოდათ განხორციელებული და განთავსებული ჩვენს პლატფორმაზე. და სწორედ ესე მოხდა გამარჯვებულების გამოვლენა და რაც შეეხება მიმართულებებს, ხო? ესეც აღსანიშნავი ხაზგასასმელია, რომ ყოველწლიურად არის რაღაცა მიმართულება, მაგალითად გარემოსდაცვითი, საგანმანათლებლო მოხალისეობის პოპულარიზაცია ეს მიმართულება ყოველთვის გვაქვს ხოლმე, მაგრამ წელს მაგათად დაემართა ტექნოლოგიები და სხვადასხვა გოგონა გახდა გამარჯვებული 15 წლის ამ მიმართულებით და მოკეთ სხვადასხვა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მოკეთ 7 სხვადასხვა მიმართულება იყო, რა მიმართულებითაც 2 ასაკობრივ კატეგორიაში გაიმარჯვეს ახალგაზრდებმა. დიდი მადლობა, გადავალ გამარჯვებულთან კითხვით. ვალერი, სანამ შენს ემოციებზე გკითხავ და მოლოდინზე ელოდებოდი თუ არა ამ ჯილდოს, რაში გამოიხატება შენი მოხალისეობრივი საქმიანობა და რამდენი ხანია რაც ჩართული ხარ? ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობა დაიწყო 2019 წელს სკოლიდან. ეს ხო, ესე იგი, უბრალოდ დავიწყე ახალგაზრდებში გამოკითხვა, რა იყო მათთვის საინტერესო თემა, რა აინტერესებდათ. 2019 წელს მოხალისეობრივად დავიწყე ტრენინგების ჩატარება იმ თემებზე, რა თემებიც აინტერესებდათ სკოლაში მყოფ ახალგაზრდებს. შემდეგ ცხადია. რა თემები იყო ეს? ეს ხო ძირითადად იყო ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, თავისუფლება, ყველაფერი ის, რაც თანამედროვეა, მოკლედ და მნიშვნელოვანია, რაც მთავარია. შემდეგ უფრო კორონამ
უფრო ჩაგვიგდო ეს პერიოდი, მაგრამ კორონას დროს არ გავჩერდით და გადავწყვეტეთ, რომ ონლაინ სოციალური ქსელის მეშვეობით გავუკეთებინა ჯგუფი, სადაც სხვადასხვა წიგნებს განვიხილავდით და რაღაცა მოხალისეობრივად წამოვიწყე ეგ ინიციატივაც, რომ ყოფილიყო ის ჯგუფი, სადაც ჩავერთვებოდით ერთმანეთს და ვესაუბრებოდით ჩვენთვის საინტერესო წიგნების შესახებ, გავცვლიდით ამ იდეებს და აი ასე გადავაგორეთ კორონას და შემდეგ ცხადია სხვადასხვა აქტივობების დაგეგმა, თუნდაც მე გარემოს დაცვითი მიმართულებით მოვიპოვე ეს ჯილდო და დავიწყეთ მოხალისეობრივად დასუფთავების აქციები, სხვადასხვა გამწვანების აქციები და ამ მოხალისეობრივ საქმიანობაში მოკლედ მოვიკრიბე ჩემი სხვა თანატოლებიც. ეს ყველაფერი ხორციელდებოდა გორში. გორში, რა თქმა უნდა, დიახ. გორში. თუ ელოდებოდი ამ ჯილდოს და რა არის ჩვენთვის ეს ჯილდო, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ ველოდებოდი. უბრალოდ როდესაც მე აპლიკაციას ვავსებდი საუკეთესო მოხალისე ჯილდოზე, ჩავწერე ის, რაც გავაკეთე მოხალისეობრივად და რასაც ვაკეთებდი 2024 წელს მოხალისეობრივი საქმიანობის ფარგლებში. და მე როდესაც ეს ჯილდო გადმოგცეს, იქ სიტყვითაც თქვი რომ ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის ეს ფაქტი. მართლა გულწრფელად ძალიან დიდი ემოციები მივიღე, როდესაც დამასახელეს წლის საუკეთესო მოხალისედ. 5 წელია უკვე როგორც შენ თქვი, რაც მოხალისეობრივ საქმიანობას ეწევი. შენი დაკვირვებით რა უნარჩვევები გამოგიმუშავა მოხალისეობამ? რაში, ასე ვთქვათ, წაგადგა და წაგადგება სამომავლო ცხოვრებაში? რატომ არის კარგი მოხალისეობა შენი გადასახედიდან? კი. მე ყოველთვის ვამოხვალო, რომ მოხალისეობა ეგ არის უანგაროდ სიკეთის გაკეთება. დახმარება უანგაროდ ადამიანისთვის, ქვეყნისთვის, გარემოსთვის საერთოდ და მე ამ პერიოდის მანძილზე ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი გავიცანი, რომელიც დღეს უკვე ღირებულია ჩემთვის. და აი მე ვამბობ, რომ მოხალისეობა ზოგადად ხო ადამიანს აძლევს ძალიან დიდ კულტურას და უზრდის ძალიან ბევრ ღირებულებას. აი ძალიან ბევრ ღირებულებას გვანიჭებს. მე ამ 5 წლის მანძილზე ვისწავლე სიკეთის გაკეთება, სიყვარული ვისწავლე ადამიანების, ადამიანებთან მუშაობა მათ შორის, რაც ყველაზე მთავარია მოხალისეობის დროს, სხვასთან კომუნიკაცია, უნდა მოიკრიბო მეგობრები და ერთად აკეთოთ მოხალისეობრივი საქმიანობა. და აი ყველა ახალგაზრდა მათ შორის, რომელიც მოხალისეობრივ საქმიანობას დაიწყებს, ამ სიკეთეს ნახავს მოხალისეობაში. ძალიან პიროვნულად გაიზრდება ძალიან მოხალისეობის დროს. და ეს არის მოხალისეობის პირველი და აი უკარგესი თვისება. ადამიანს პიროვნულად გზრის. დიდი მადლობა ამ მომწურავი პასუხისთვის. ნინო, ბოლოს მინდა თქვენ გკითხოთ, საუკეთესო მოხალისე, ვინ არის საუკეთესო მოხალისე? გარდა იმ კრიტერიუმებისა, რაც ზოგადად არის მიღებული, ყველაზე დიდი ყურადღება რას ექცევა, როდესაც გადაწყოთ, რომ ამა თუ იმ ადამიანს გადასცეთ ეს ჯილდო? ხო, ძალიან კარგი კითხვა არის. ზოგადად მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენ ორგანიზაციის თანამშრომლები და Helping Hand-ი, რომ ყველა მოხალისე მიგრძნოს ის, რომ თუნდაც 1 საათი მოხალისეოს, ის იყოს საუკეთესო და ის იყოს მამოტივირებელი იმისა, რომ კიდევ უფრო მეტი საინტერესო რაღაცა პროექტი თუ იდეა შექმნას და შესთავაზოს საზოგადოებას. საუკეთესო მოხალისე არის ადამიანი და ადამიანები, რომლებიც თუნდაც ერთხელ მაინც გაიფიქრებენ, რომ მე ჩემი რაღაცა ძვირფასი დრო, ჩემი ენერგია შემიძლია სხვა ადამიანებს და საუკეთესო საზოგადოებისთვის რაღაცა სასიკეთო საქმე გავაკეთო და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მოხალისეობის დროს, როგორც ვალერი მახსენა, როგორც საზოგადოებისთვის აკეთებენ ისინი კეთილ საქმეს საკუთარ თავისთვის პიროვნულადაც იზრდებიან და ის სიკეთის მარცვალი, რაც მასში ჩნდება, ხო და მე ვამბობ, რომ რაღაცა მომწამლელი არის მოხალისეობა, შეიძლება რაღაცა თავიდან ვიღაცის ხათრით ან რაღაც ძალდატანებით დაიწყო, მაგრამ იმდენად დიდ სიამოვნებას იღებენ ეს ადამიანები და მე როდესაც წერენ თუნდაც პირადში თუ საჯაროდ, მაგას აღნიშნავენ, ხო, მე თვითონ უფრო და უფრო მეტის გაკეთება უნდათ რა და ჩემი აზრით ყველა ეს ადამიანი, ვინც მხოლოდ ერთხელ არ ყოფილა მოხალისე, მრავალი მოხალისეობრივი რაღაც იდეა გაჩენია თუ რაღაც კეთილი საქმე გაუკეთებია, ისინი ყველანი არიან საუკეთესოები, თუმცა საუკეთესოთა შორის საუკეთესოს გამოვლენის მიზანი სწორედ ეს არის, რომ მამოტივირებელი და ბიძგი იყოს იმ დანარჩენი ადამიანებისთვის, ვინც ჯერ კიდევ რაღაცა ფიქრობს, რომ რატო უნდა შევავსო, მე არა მაქვს თქვა ამის რაღაცა, მე არ ვიმსახურებ ამ ჯილდოს და მე თქვა არ ვიმსახურებ აღიარებას, მე ვფიქრობ და ჩვენ სწორედ ახლა გეგმავთ IT-ბევრისთვის უკვე მუნიციპალიტეტებში და რეგიონებში
63 მუნიციპალიტეტში გეგმავთ გასვლას და კიდევ ერთხელ გვინდა რომ ვუთხრათ ახალგაზრდებს ვასწავლოთ რა არის მოხალისეობა, რა თქმა უნდა პირველ ეტაპზე საგანმანათლებლო კუთხის სახით გვექნება შეხვედრები და შემდეგ უკვე კიდევ ერთხელ უბიძგოთ იმისკენ რომ აი 2025 წელსაც როდესაც გვექნება მსგავსი ღონისძიება შეიძლება შენ გახდე ის საუკეთესოთა შორის საუკეთესო.